ბიტკოინმა 118 ენა მიყივა. Salome, მე დრანგაორ, ეს არის Bitanica Short, გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. ბიტკოინმა $111,800 გადააჭარბა. ახალ რეკორდს ახალი ამბებიც მოყვა. სენატმა წინ წაწია სტეიბლკოინების რეგულაციის თემა. JP Morgan-მა როგორც იქნა კლიენტებს ბიტკოინის ყიდვის საშუალება მისცა. ერთი სიტყვით დიდი ბიძეები სულ უფრო ღრმად შემოდიან თამაში. და ექსპერტები ამას უკვე რეჟიმის სრულებას ეძახიან. ESB გვაფრთხილებს. ევროპის ცენტრალური ბანკი ღიად აცხადებს, რომ საფინანსო სტაბილურობას პრობლემები აქვს. ვალები, საბანკო კრიზისი და ფინანსური არეულობა ჰორიზონტზეა. ამას ემატება დოლარის სისუსტე და ეკონომიკის გაუარესება, რაც როგორც კრიპტო ენთუზიასტები იტყვიან, green flag-ია ბიტკოინისთვის. ამ ფონზე სულ უფრო ხშირად გვესმის ფრაზა: დღეს ბიტკოინი უკვე აუცილებლობა. მაგრამ ისმის კითხვა, რომელი კრიპტო ვიყიდო შემდეგ. დაკომენტარე Facebook ვიდეოს კომენტარებში, რომელი altcoin-ი დადებს ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე კარგ შედეგს. თუ სწორი აღმოჩნდი, საჩუქარს გაჩვენებთ.